დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და დაბრუნდით ძალიან აქტუალური თემით. დღეს ბევრი ოჯახის და არა მარტო ოჯახის სასაუბრო თემაა. სრულიად იმ პაციენტებს, რომლებიც რაღაც გარკვეულ მედიკამენტს მაინც ყიდულობს აფთიაქში, განსაკუთრებით ისაც აწუხებს გულსისხლძარღვთა დაავადებები. მათთვის ეს არის ძალიან ისეთი აქტუალური და საინტერესო თემა. მე უსმენთ და ეს არის ძალიან ბევრი რამე იკრძალება, ანუ რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა, რაც მეგონა რაღაც გარკვეული პრობლემები შექმნის. პრობლემები შექმნის, მაგრამ არგუმენტები იმდანაც მყარია, რომ მე ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ უფრო გაგუმყარდება ეს არგუმენტები. ამაში დაგვეხმარება ჩვენი სტუმარი. რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ბატონი დავით მაჭარაშვილი გვეწვია. გთხოვთ ბატონ დავით. გამარჯობა. სალამი. გამარჯობა. ახლა გვინდა რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ დარჩენილი დრო და მაყურებელს აუხსნათ რა მოხდება 2014 წლის 1 იანვრიდან. და რატომ დადგა საჭიროება აი ამისა, რომ ესე აიგრძალოს ურეცეპტოდ პრეპარატების გაცემა? მოგახსენებთ 2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის სრულიად წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის აფთიაქიდან გაცემისთვის სავალდებულო იქნება ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა ნომერი 3 რეცეპტის წარდგენა. ასევე ცვლილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან არასრულწლოვნებზე არ მოხდება პირველი და მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა. რითი არის ახლა ეს ყოველივე განპირობებული? როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა, თუ შეიძლება ამას პოპულარული ვიწოდოთ, ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანია, როდესაც ძალიან ბევრი ფარმაცევტული პროდუქტის არათერაპიული დოზით მიღებისას ახალგაზრდები აღწევენ, არა მარტო ახალგაზრდები ნარკოტიკულ თრობას, ამ პრეპარატებს მოკლედ იყენებენ ისეთ პრეპარატებს, რომელთაგან ძალიან ბევრი მიეკუთვნება მეორე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს. მოდით მოკლედ განვიხილოთ, რას ნიშნავს პირველ ჯგუფს და მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი. დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით სამკურნალო საშუალებები იყოფა 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები, ეს არის ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერები, პრეკურსორები და მათი შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ის ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის გამოყენებაც აკრძალულია ექიმის დანიშნულების გარეშე და მესამე ჯგუფს მიეკუთვნება ის ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც გამოყენებას დაშვებული არის ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად. ჩვენ რა ხსოვთ მეორე ჯგუფს იქნებ გითხრათ უშუალოდ მეორე ჯგუფში რა პრეპარატები შედის, რომელიც ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით ჩამოვთვლი, ამ ჯგუფს მიეკუთვნება მაგალითად ანტიბიოტიკები, ყველაზე ისეთ გავრცელებული გულსიზართა დაავადების სტეროიდული ჰორმონები, ონკოლოგიური სამკურნალო საშუალებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რა ურეცეპტოდ აქამდე? იცით რა, ის კანონმდებლობაში 2000 წლიდან ფორმა 3 ნომერი 3 რეცეპტის ინსტიტუტი ჩადებული იყო და თუმცა ახლა აღსრულება მისი ხდებოდა თუ არ ხდებოდა ეს ცალკე საკითხი არის 2009 წელს განხორციელდა ცვლილება წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში, როდესაც მოხდა ჯგუფებად დაყოფა მედიკამენტების და იქვე 2009 წელს გამოცემული იყო ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც დამტკიცებული არის ფორმა ნომერი 3 რეცეპტის ფორმა და მისი გამოწერის წესი, თუმცა იქ არის გაკეთებული ერთი ნონსენსური ჩანაწერი, რომ ფარმაცევტს ეგრძალება რეცეპტის აწარდგენის შემთხვევაში ფარმაცევტული პროდუქტის გაცემაზე უარის თქმა. ნუ წარადგენდა თუ არ წარადგენდა, პაციენტი ურთიერთგამომრიცხავი არის რა, ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ თითქოს გათვალისწინებული იყო მკურნალობის პროცესში, თქვა პაციენტის მდგომარეობა, რათა შემცირებული ყოფილიყო მის ფინანსური დანახარჯები, თქვა იგივე ექიმთან ვიზიტის დროს. თუმცა მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებას ახლავს ისეთი რისკის კრიტერიუმები, ისეთი უკუჩვენებები, რომ სავალდებულოა მისი ექიმის მიერ დანიშნა. ბატონავით, თუმცა გულსიზართა დაავადებები ხან არ ვსაუბრობთ ანტიბიოტიკებზე და სხვა მათრობელ წამლებზე, ესე ვთქვათ, გულსიზართა დაავადებები ძირითადად ქრონიკულ დაავადებად ავადმყოფებს ჭირდებათ ხოლმე და რამდენად კომფორტული იქნება მაგალითად სულ რეცეპტით, თუ არსებობს რაღაც. რაც შეეხება ქრონიკულ პაციენტებს, ეს მომენტიც გათვალისწინებული არის საკანონმდებლო ცვლილებებში, მოგახსენებთ ნორმატიულ აქტში გაწერილი არის პროექტში, ყოველ შემთხვევაში, რომ ეხება ოჯახის ექიმს უფლება გამოწეროს გრძელვადიანი რეცეპტი, თუნდაც 6 თვიანი, თუნდაც 1 წლიანი, როდესაც
ეს ეხება ქრონიკულ პაციენტებს და როდესაც პაციენტი სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება ამა თუ იმ სამკურნალო საშუალებით და პაციენტს თავის მხრივ აქვს უფლება, რომ ნაწილი შეიძინოს თავის შესაძლებლობიდან გამომდინარე სხვადასხვა ფარმაცევტულ დაწესებულებაში, სხვადასხვა აფთიაქში კეთდება ჩანაწერი რეცეპტის უკანა მხარეს, რომ შეიძინა გამოწერილი რაოდენობიდან ამდენი რეცეპტის ქსეროასლი რჩება აფთიაქში, ხოლო პირველი პირი რჩება პაციენტს და მას აქვს შესაძლებლობა, რომ მივიდეს სხვა ფარმაცევტულ დაწესებულებაში. გეოგრაფიული პრინციპი ეს აუცილებლად გათვალისწინებული არის. ქრონიკული პაციენტს ყველა სიტუაცია გათვალისწინებული არის. ეს არანაირ პრობლემას პაციენტს არ შეუქმნის, მით უმეტეს ფინანსურ დანახარჯებიდან გამომდინარე. მოკლედ განვიხილოთ ის მომენტი, თუნდაც ანტიბიოტიკოთერაპია, ვთქვათ, ეხლა ძალიან პოპულარული არის დღესდღეობით საქართველოში თვითმკურნალობა. ყველა პაციენტი დიაგნოზი მეზობელმა მირჩია, მეგობარმა მირჩია, მაგალითისთვის ვიტყვი რა, ხო რომ თვითონ მე მქონდა ოჯახში ისეთი სიტუაცია, როდესაც სამ ერთ და იგივე მედიკამენტს ჩემი ოჯახის წევრი იღებდა სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით. ნუ შედეგი რომ მივიღეთ, დავიწყეთ კვლევა და მივადექით, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც მედიკამენტები ერთი ექიმის დანიშნული იყო, ორი თქვა ვიღაც პრობლემის იქნებ ბრადიკარდია განვითარდა, წნევა დაეცა და ასე შემდეგ. მე მიხდება, გვანცას არ მოუხდება რა. მე რომ ვამბობ, კარგად მომიხდა ეს სამალი, რომ თქვენ არ მოგიხდება და არ გვანცო. აი ეს ქვედაბოლო დაგაკეთებთ. ერთი უბრალოდ არგუმენტებზე რა ხმსაუბრობდით, იქნებ მიუბრუნდეთ ისევ იმ თემას, ჩვენ ვახსენოთ, რომ ახალგაზრდები აღწევენ ნარკოტიკულ თრობას. შეგიძლიათ რამდენიმე მაგალითი მაინც დაგვისახელოთ, ანუ რა იგულისხმება ამას, თქვათ, ერთი წამლის მიაღწევს თრობას? არა, მე რას გულისხმობ, ისე თქვათ, ერთი პრეპარატიდან ერთი პრეპარატის მეორე შეერთებით, 10 ტაბლეტის ერთად დალევით, რა არათერაპიული დოზის იგულისხმება? მიღებით, ან ხდება კუსტარულად გადამუშავება, თქვათ, და მიღება, თქვათ, არის ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატები, რომელსაც კუსტარულად ამუშავებენ და იღებენ ინტრავენურად, მაგრამ არასრულწლოვანში ძალიან პოპულარული არის უფრო პერულად მისაღები სამკურნალო საშუალებები, ტაბლეტები და იღებს არათერაპიულ დოზას, გადაჭარბებულ დოზას და აღწევს ნარკოტიკულ თრობას. ნუ ძალიან ბევრი ეხა ცოტა ეს უხეში ნათქვამი იქნება, მაგრამ არის ეს პრეპარატები, არ ვიცი რამდენად რეკომენდირებული იქნება, მაგრამ რამოდენიმე მათგანი ძალიან ცნობილია საზოგადოებისთვის და თავშევიკავებ ეხა ამ ეტაპზე. გამოქვეყნება ეს სრულესია რომ რა თქმა უნდა, მოდით ყველა მიცოდეს ფრაზია ლაპარაკი. აი ეს ბერკეტი, მოკლედ არსებობდა კანონმდებლობაში და ამის ცვლილება მოხდა 2009 წელს იმ ნონსენსური ჩანაწერით. პრაქტიკულად არანაირი კონტროლის მექანიზმი და ბერკეტი კანონმდებლობაში აღარ იდო, რომ მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გაკონტროლებულიყო. მათი მიმოქცევა აფთიაქებში რა მეთოდით ხდებოდა. აქედან აი როგორ ვწევნები ძალიან ბევრი არის თქვა ისეთი მედიკამენტი მეორე ჯგუფის რომელიც იგივე ნარკოტიკული თრობის მისაღწევად მიიღება. ეხლა ერთ ციფრში წამალი არის ესეთი, იმიტომ რომ არის ნახველებს არა რა ამბობ, იცი რომ ხველების წამალი მეორე ჯგუფში შედის რაღაც მთელი არის ფარმაკოლოგიური ჯგუფის დასახელებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულწილად რეკლამა არ გამომივიდეს და ინტერესი არ გავზარდო ვიღაც ახალგაზრდა შეხოთ და არ მივიდეს აფთიაქში. ნუ არის ახლა ერთ-ერთი მედიკამენტი. ხო, ვიცი. ნუ 2012-2013 წლებში 126 მილიონი ტაბლეტის იმპორტი არის განხორციელებული. არანაირად საქართველოში რეალურ პაციენტებს არ ჭირდება. ეს არის მედიკამენტი, რომლის არათერაპიული დოზის გამოყენება ხდება ზუსტად იმ თრობის მისაღწევად. და ამ დროს კანონმდებლობაში არ გვიდევს არანაირი ბერკეტი, რომ აფთიაქში მათი მიმოქცევა გაკონტროლდეს. ვიზე გაიცა. რეცეპტი არის ერთგვარად კომუნიკაციის საშუალება პაციენტ სამედიცინო დაწესებულებასა და ფარმაცევტულ დაწესებულებაში. ესეთი ექსტრემალური გამონაკლისები თუ არის, აი მაგალითად, იმიტომ რომ ხშირად აფთიაქები დღეს ექსპრეს დახმარების ფუნქციასაც ასრულებენ და განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები ძალიან ხშირად იყენებენ ამ მომსახურებას. უცებრო შედიან და იქვე უზომავენ წნევას და იქვე მისაღები იქნა წნევის მარეგულირებელი, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ამ სიაში. ესეთი გამონაკლისი გამონაკლისი არა, ხა ვიცით რა არის, ეხლა ცოტა მოგვიანებით პერსპექტივაში ალბათ კლინიკური ფარმაცევტის როლის დანერგვას ვაპირებთ და ამას გარკვეული დრო დაჭირდება, ეხლა სასიკეთო ცვლილებებს და სიტუაციის გამოსწორებას მოგეხსენებათ, ბევრი დრო ჭირდება, ვიდრე ლიბერალიზაციის შედეგად მიღებულ, თქვათ, არასასურველი და არასახარბიელო შედეგებს. ნუ ეს გარკვეულწილად ლიბერალიზაცია იყო და დროის უმცირეს მონაკვეთში მივიღეთ არასასურველი შედეგი, რომლის გამოსწორებასაც მერწმუნეთ რა, ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, რაღაც გარკვეული დრო დაჭირდება აუცილებლად ამას. ერთი კითხვა მე დავსვამ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ. ერთ მოკლე კითხვას დავუსვამ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო.
თვითონ აფთიაქებთან იყო ექიმი იმყოფებოდა ხოლმე, რომელსაც ადგილზე შეეძლო პაციენტთან დალაპარაკება, რაღაც საბუთს აღება და იქვე გამოწერა რეცეპტი. ამას გულისხმობთ ამის და გასაგებია კი არის სამედიცინო სახეობები, მაგალითად, როდესაც კაბინეტები სამედიცინო, რომელიც ნებართვადი საქმიანობა არ არის და თუ კი სერტიფიკატი გააჩნია ამ ექიმს, მას შეუძლია განახორციელოს, მაგრამ არა აფთიაქში, თქვა აფთიაქის მიმდებარე გვერდზე, ცალკე შენობაში შეუძლია სამედიცინო დამოუკიდებელი სამედიცინო. ჩავტარეთ ეს პატარა გამოკითხვა, ჩვენი აზრი ალბათ გასაგებია, მაგრამ რას ფიქრობს მოსახლეობა ამ ცვლილებაზე ურეცეპტო წამლს რომ ვეღარ შეიძინა? ამ კანონს არ ვეთანხმები გამომდინარე იქიდან, რომ ყველა წამალზე უბრალოდ ექიმთან ვერ მიხარ რეცეპტის დასაწერა. ზოგს არ შეუძლია ფიზიკური უნარი არ გააჩნია, ზოგს საშუალება არ აქვს. ცუდად თავარდა წდება მამიწია, შევიდა და რეცეპტი ვეძებო. ვიცი რომ მჭირდება ადელფანი სიტყვაზე და სისულელია უბრალოდ. არის წამლები, რომლებიც სპეციალურად რეცეპტით იყიდება, ვიცი ასეთი წამლები, ძირითადად ფსიქოტროპულებია და მე თუ მკითხავ, დანარჩენებიც ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ან უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოება რაღაც შეცდომებისგან. ზოგი წამალი არ უნდა იყიდებოდეს, ზოგი უნდა იყიდებოდეს. რო გარეთ ვიყო და უცებ თავი ამტკივდეს, რეცეპტი რატო უნდა მჭირდებოდეს, რომ ვიყიდო თავის ტკივილის წამალი, მე არ მივესალმები. ყოველ წუთში ხო არ ვივლით ექიმთან და ეხლა რეცეპტის გამოწერა და ისე ცოტა ძნელია. ვთქვი რომ თვითმკურნალობა ზოგადად ბევრი უფრო ძვირი ჯდება, იმიტომ რომ საბოლოოდ იმ შედეგამდე მივდივართ, რომ მე სხვა რამეზეც გვჭირდება მკურნალობა. თუ კი რაღაც სერიოზული მედიკამენტია, რომელიც დაუშვათ, შეიძლება ან რომელსაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს, მაშინ რა თქმა უნდა რეცეპტით უნდა გაიცეს და ისე ზოგადად არა. ხშირად არის, როდესაც ბავშვები ყიდულობენ წამალს და ის რა სხვა დანიშნულების მიხედვით იყენებენ და ხშირად კიდევ არის რომ ვიღაცის თქმით მიდიან აყიდულობენ წამალს და შეიძლება საერთოდ არ შველის იმ დაავადებას აცია და როცა ექიმის განკარგულება იქნება, შესაბამისად ნაკლები იქნება მსხვერპლი ამ კუთხით. სამი ბავშვი ასე ვთქვათ, ყიდულობს რაღაც წამალს და მაგით აიფობს რაღაც ჩემი აზრით აი მიუღებენ. ახალგაზრდები ბავშვი მოიხარო სამწუხაროდ და აკეთებენ სხვადასხვა იმებს და მაგებისთვის უნდა იყოს. არის ადამიანები, ვისაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ექიმთან მივიდეს და რაღაცა კონსულტაცია გაიკეთოს და თავისთვის იცოდეს რა წამალი ჭირდება და ამიტომ მე არ ვეთანხმები მაგას. თავის ტკივილის სწავლები ჩემი აზრით ისე უნდა იყიდებოდეს, იმიტომ რომ არანაირი რეცეპტი ამას არ სჭირდება. ნარკოტიკული მაღალი მოქმედების სამლები რომაა. ის სამლები ალბათ აღარ გაიყიდება ისე რეცეპტის გარეშე და ძალიან კარგია. განსხვავებული აზრმა გაიჟღერა, თუმცა რაღაცა ისეთი ტენდენცია გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები უფრო ხედავენ იმ პრობლემას, რაზეც ჩვენ საუბრობდით და მომხრეები არიან, რომ შეიზღუდოს, ასე უპრაკონოდ გაყიდვა, ხანდაზმულ ადამიანებს უფრო ეპრობლემებათ. თუმცა ერთმა მნიშვნელოვანმა რამემ მათ გაიჟღერა, აქ თავის ტკივილის წამლის შეძენაზე იყო საუბარი და ეს თქვა ტკივილგამაყუჩებლები რამდენად შედის იმ ჯგუფში, ეს მე არ ვიცი. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს მდგომარეობითაც მესამე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა დამტკიცებულია. საქართველოს ბაზარზე დაშვებული არის დაახლოებით 1000-მდე დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი. აქედან დაახლოებით 2700 დღეის მდგომარეობით მესამე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს მიეკუთვნება. ესე იგი ისინი გაიცემა ყოველგვარი რეცეპტის გარეშე. არსებობს ასევე პირველი ჯგუფის მედიკამენტების ნუსხა, რომელებზეც გაცემის წესი დადგენილი არის კანონმდებლობით და დანარჩენი რჩება მეორე ჯგუფის. მე მინდა ვთქვა, რომ მესამე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა შეიცვლება, არის თქვათ ერთ და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები, რომელიც ჩვენ ბაზარზე დაიშვება იგივე რეჟიმში, თქვათ რეცეპტით თუ რეცეპტით გასაცემი, როგორც არის დაშვებული ის მწარმოებელ ქვეყანაში. ეხლა მოხდება ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით გაერთიანება. მოკლედ, იგივე თავის ტკივილის გამაყუჩებელი, მარტივი ტკივილის გამაყუჩებელი, იგივე გაციების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, თქვათ, ცხვირის და ყურის წვეთები, კი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ნიმესულიდი, დიკლოფენაკი, ეს ნიმესილზე და მემებზე ყველა კეტოპროფენი აბსოლუტურად ესენი იქნება ყველა ურეცეპტოდ გასაცემი. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით ესე პანიკის აწევა, რომ მოდი მე იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე მომიწევს ექიმთან ვიზიტი, რომლის შეძენა შემიძლია ჩემით, ეს არ იქნება. ეს საშიშროება არ არსებობს. მოსახლეობა ამის წინაშე არ დადგება. ნუ გუშინ გამოქვეყნდა ერთ-ერთ გაზეთში, ბეჭდურ მედიაში და სხვათა შორის არ ვიცი როგორ გამოხატო, ეხლა პრინციპში საწყენია ჩემთვის ეს ჩვენი კოლეგა
მედიკი აკეთებდა ესეთ კომენტარს ნიტროგლიცერიდთან დაკავშირებით. ნიტროგლიცერინი მიეკუთვნება მესამე ჯგუფის ურეცეპტოდ გასაცემ ფარმაცევტულ პროდუქტს და პლუს კიდევ იქ იყო გაკეთებული ესეთი კომენტარი, რომ საქართველოს დღესდღეობით მზად არ არისო. მე არ მესმის ამ ხალხის, რას ქვია საქართველოს მზად არ არის? საქართველოს არ ყავს ისეთი სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეუძლია ჩაატაროს კვალიფიციური გამოკვლევა, რომელმაც შეიძლება დასვას კვალიფიციური დიაგნოზი, რომელმაც შეიძლება შეარჩიოს ამ სამკურნალო მართებაში იყო ეს? არა, იყო. და თუ არ ყავს ისეთი ფარმაცევტები, რომელსაც შეიძლება თქვა რეცეპტის წაკითხვა. მესმის თქვენი გულის ამ ხალხის არ მესმის რატომ? მიცით, მკურნალობის პროცესში გამოდის, რომ საერთოდ ვარდება სამედიცინო მომსახურების რგოლი. მთლიანად ვარდება სამედიცინო პერსონალი. თუ კი პაციენტს თვითონ შეუძლია დაისვას დიაგნოზი, თვითონ ჩაიტეროს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აი გვეუბნებიან, რომ გაგვჭრიან და ვერ დავასრულებთ ამ თემას. ძალიან სასარგებლო იყო თქვენი სტუმრება იმისათვის სწორედ რომ ეს პანიკა რომელიც ხო ხალხში არის არ არის ხალხო არაფერი საპანიკო და მივყვეთ მე ხა მახვალებს რომ წავიდე ექიმთან წყალბარიჯე